დილამშვიდობისა, მივდივარ მანიკურზე. ეს ფერი ფანქარი დიდი ხანია ტუჩზე არ მსმია და რაღაცა ვეღარ ვეგუები თუ ამჯერს ვერ გავიგე. მოკლედ აქვე მივდივარ მანიკურზე. წინაზე სხვაგან ვიყავი ჩაწერილი, ცოტა მოშორებით არის და იქ უფრო არ მაწყობს, აქ სახლთან ახლოს არის, მაინც არ ვიცი ვინ როგორ რანაირად აკეთებს მანიკურს, ამიტომ როგორც არის მივდივარ სახლთან ახლოს, იმიტომ რომ უკვე ძალიან კრიტიკული მდგომარეობა მაქვს. Ну, არც თუ ისე კრიტიკული, მაგრამ კრიტიკული. ხო და არ ვიცი, რა გავიკეთო. დავიღალე ამ ერთი ფერის, ღია ფერის მანიკურებით, ახლა ვფიქრობ, რამე საზაფხულო ლამაზი ხო არ გავიკეთო. მივალ და ადგილზე შევარჩევ. ნერვები მაქვს მოშლილი. დილას ხო გამოვედი 10 საათზე. 10-ზე კი არა, 10-20 აკლდა რომ გამოვედი, რომ მეთქი დროულად მივიდე თქვა და 10 საათი აკლდა უკვე სალონთან ვიყავი და მითხეს რომ დაკეტილიაო. ჩავიხედე, მეთქი ხო სწორად მოვედი, ხო სწორი დრო მაქვს, იქნება რაღაცა შემეშალა. ნახე, არა, სწორად მოვედი ორშაბათს 10 საათზე. ველოდე 10 წუთი გავიდა, 20 წუთი გავიდა, რა ვიცი, ადმინისტრატორის მოვიდა, ისიც მოვიდა, ყველა მოვიდა, კარებს არავინ არ აღებს, მაგრამ პასუხსაც არავინ არ გცემს და გახარ, ელოდები, ხედავენ რომ ჩაწერილი ხარ, არ გეკითხებიან ან რაღაცა, საერთოდ არ გეკითხებიან. ერთხელ შევედი, მეთქი მალე გაიხსნები თქო, მითხეს კიო, გავიდა 9 საათი, გავიდა 45 წუთი. ვეკითხები რომ მეთქი მალე გაიხსნები თქო და ხო აი მუშაობ, ვინც გუში მუშაობ და გასაღებიო გაყლაო და აი მოვაო 15 წუთშიო და მეთქი გამოდის რომ 1 საათი მიწევს მეთქი ესე ლოდინი თქო და არც არაფერს არ მეუბნები თქო დავკარი ფეხი, არც არაფერი არ ვუთხარი და წამოვედი. და გაბრაზებული ვარ რომ აი ესე ველოდებოდი, ძალიან მინდოდა ეს მანიკური გამეკეთებინა რა, აღარ შემიძლია უკვე და შემჭა ისევ აი ეს მანიკური. რა ვქნა, ალბათ აწირი თბილისამდე აღარ გავიკეთებ თვის ბოლომდე რამენაირად აი ამ მანიკურით გადავაგორებ სამარცხვინოთ, მაგრამ რა ვქნა, რა გავაკეთო. ღმერთია მოწამე ორჯერ მინდოდა პირველად ჩაწერილი რომ ვიყავი ალექსანდრა გახდა ალბათ. მეორედ მე მოვედი და აგერ აი ესეთი ამბები დატრიალდა, ეხლა ვზივარ აქ სკვერში. ჩემს ძინავთ. ავალ ცოტა ხანში 10 წუთი ვიქნები და ავალ ცოტა ხანში სახლში და დავიწყებ გამზადებას. დღეს მივდივართ ზოოპარკში. და არ მიყვარს როცა დღე აი ესე მეწყება, როცა რაღაცა დაგეგმილი მაქვს და არ გამოდის, მე ყველაფერი გაცრავად და მიდის. ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს დღევანდელი დღე რაღაცა ცუდად არ ჩაივლის, აი ამათ გამო. მივდივართ ზოოპარკში და მინდა მოვაწესრიგო ტანსაცმელი ალექსანდრასი, ჩემი ყველაფერი ჩემოდანში რო დევს, მე ძალაუნებურად ამოსალაგებელი დასაუთავებელია მაინც. ამიტომ მაგას მივხედავ უცბად, ვასაუზმებ ბავშვებს, ახლა მაღაზიაში შევალ კარტოფილს წამოვიღებ და საუზმეს გავუკეთებ რამეს არ ვიცი, პიურეს, ნაგეტსებს. მაგარი საუზმეა, მაგრამ მაინც ახლა ესე უცბად არც არაფერს არ ჭამენ. ახლა ფაფას ჭამენ თქო, რო გითხრათ საუზმეზე მოგატყორთ, ნუ არ უყვართ იშვიათად ალექსანდრამ ჭამოს ფაფა. ან მაგა ციციბურა და მაგალითად კვერცხი, იშვიათად. მოკლედ ესეთი ამბები განაცხადებული ნანიკაძე ისაკეთ. ჩემი ფრჩხილები ეს გაღიმებული. იყო ვერ გავიგე, რა მოხდა მაინც და მაინც დღეს რო არ მომხდარიყო ეს ვინ იყო ეს გენიოსი რომელმაც რა ვქნა, ახლა იყვნენ იქ ის მასტერის ადრეა მოსული, ჩემს გამო 10 საათზე. არა უშავს, მე რა შუაში ვარ, ახლა იყვნენ. გამოსულიყო ვინმე და ეთქვა მაინცა ჩემთვის რამე, არა. ზიანჭო რაობენ ხიხახა. არა უშავს. იქნები ესეთი მანიკური, შეიძლება სუზოლში გავიკეთო, იქ მამაჩემთან რო წავალ, შეიძლება იქაც იყოს. ისიც არ მინდა გავიკეთო, ფული გადავიხადო, ახლა 2000 მანეთი ღირს, სადღაც 70 ლარი გამოდის მანიკური.
ისიც არ მინდა ამდენი ფული გადავეხადო და არ მომეწონოს. რა რთულია ესე. თბილისში ვიცი აბა უკვე ვისად როგორ. ბელარუსის ჩემი მარინუშკა მიკეთებდა ხოლმე სულ ფრჩხილებს. ეხლა აქ ჰარმონიკამ კი იცის, მაგრამ ის საკმაოდ შორს არის. ჩემი პირსინგი, ეს პირსინგი ყველაზე ნაკლებად მომწონს და მოსკოვში კიდევ ეს შემრჩა ეხლა აქ. იმიტომ რომ მეორე დამავიწყდა. მაგრამ მე როცა გაფრასებული ვარ, ყველაფერს მოვედები ხოლმე. მე დილას უთენია აბდაკი მოწეს რიგდი, რა ვიცი მე. ვარ ახლა სკვერში, როცა უკვე გერმანიკურს უნდა ვამთავრებდე. აი ესეთი უპასუხისმგებლოები არიან რა. ужас. Что такое? Аккуратно. Миусикიც მოვიდა. Хорошо? Да, может, хватит? Милая дитя. Ничего. А где маленькая найдёт? Александра нет. Это опасно. Александра нет. Я быстро бегаю. Очень. Потяжи-ка. Можно сюда. Გეუბნებოდით რომ დღე რაღაცნაირად წავიდო და უეჭველი, იმიტომ რომ იქ რაღაცა მანიკურზე მთელი ამბები ჩატარდა და ზოგადად ასე ვარ ხოლმე ყოველთვის, როცა რაღაცა ნიტოდ მიდის, ესე იგი მთელი დღე თუ მაქვს დაგეგმილი, ეგეც ნიტოდ მიდის. მივიდიოდით ზოოპარკში, მაგრამ აღმოჩნდით სად? სავაჭრო ცენტრში. ხარაუშა ზოოპარკშიც ცოტა მერე წავალთ.
ეს ლამაზად გამოიხურება. და ჩვენს გაახსენდება ახლა. შემოვიქრონებ და 2000-ის. სულ რაღაცა. დავაი. ვავა, კალბასა. უკაცრავად, მაგრამ სადაც საპირფარეშო 15 ლარი ღირდა, იქ მაღაზიებში ხო ხვდებით, რომ დროს ვერ დავხარჯავდით, იმიტომ რომ დღეს ცოტა დრო გვაქვს, დღეს ისვენებს მონო და დავდივართ დავსაირნოთ და ამიტომ ესები სამოწმებენ გადავირია. ვოტა და ურავენ. ჩანს თუ არა, მაგრამ აი კაცი დგას და სუმის პარკინგზე მანქანები რო შედიან, ამოწმებს აი რაღაცა მაგნიტივით რაღაცა მოკლედ. ხო და იმას ვამბობდი, რომ სადაც საპირფარეშო დროს 15 ლარი. აქ მაღაზიები ძალიან ძვირია, იმიტომ რომ ყველაფერი ისეთი არის ორიგინალი. ხო და რა ვიცი, ამბობენ რომ რუსეთიდან ყველაფერი გავიდაო და ვინ გავიდა, მე არ ვიცი. საწავიდნენ მე არ ვიცი. ყველაფერია, აი ყველაფერია მართლა. Модис. Я еще догодилась. Я думала, что сегодня будет прохладно, а на улице что-то вообще жарище какая-то. Приветики. Стой. Короче, ламазия убрала ყველაფრის გადაღებას ვერ ვასწრებ ალექსანდრა. რაკეტა სამით დარბის წინ და უკან. ხოდა ვცდილობ რა დავიჭირო. დავაი. გამო. აუ, იქით რა ლამაზი რაღაცა. Нравится? Я сейчас почешу потом. Силамазეს უყურეთ უბრალოდ. Როგორი ლამაზია ყველაფერი. ყველაფერი უკვე იმედად ლამისწავით ეცი. ყველაფერი იმდანაც ლამაზია, რომ თვალს ვერ უწყვიტავ. Где? Осторожно. Иди ко мне. Пойдем вот так. Все красиво, да? Нравятся эти кафешки? Александрушка, держись, дорогая. Хорошо? Ну, потом сходим обязательно. Сейчас у нас другая программа. Мама, не хочу. Надо было ролики надевать. Нет, а то я тут таскала бы тебя наверх, да? Смотри, как красиво. Очень красиво. Андра, როგორც ყოველთვის წინ გარბის. Вау! Ну что? Пойдем дальше. У нас нет времени. Ой, модис меорец. Принеси мне мою воду. Ну дай мою воду. На, сейчас там. На, бери.
Не надо больше, не надо. Все сложности. Спасибо большое. Александрушка უწუწუნის ხასიათზეა და ვიღალეო ნეკათითი მტკივაო და ასე შემდეგ. არა და ჯერ სად ვართ? ეხლა ვიწყებთ სეირნობას და ცოტა მოგვიანებით გეგმაში გვაქვს რომ სადმე დავჯდეთ და ვჭამოთ. მაგრამ ჯერჯერობით არა. მოკლედ მოვედი ეხლა მე კრემლში მოლაპარაკებაზე. А это что? Оболочки такой жевательной. Не надо тебе. Клубничку не хочешь? Давай, я обожаю. Что? Давай кисленькая. Сейчас. А тут что есть? Все? Да. Вкусно? Очень? Спасибо. მოვეკითხა ჩემი სიყვარული შორიდან მიქერს. ჩემი საყვარელი ლაიმი, მაგრამ პატარა არის. პატარა მაღაზია, მაგრამ ეს წითელი ფერი, ეს ბოლო პერიოდია, მკლავს და მაგიჟებს. ნახეთ რა სილამაზე. აუ ძალიან ლამაზია ეს წითლები. წელს ძალიან ტრენდია, მე მგონი. ნახეთ. გორი ლამაზია. ზედები და ეს რეებია ქვედა ბოლოები ნაქსოვი. შანთები და ჩემი შვილი. აუ ძალიან მომწონს წითლები. როგორი ლამაზია. პიჯაკები მაინტერესებდა. თავისი შარდა რა ხარისხია ხალხნა რო იცოდეთ ხელს რა კიდე საოცრება. ესეთი ჟილეტი და ესეთი შორტით. ამათ უყურეთ. ერთი. მეორე სად არის? Здорово. Вы на него смотрите. Не бойся. შემოვედი, ყველგან ესეთი წითელი მხვდება. მინდა რაღაცა ესეთი წითელი, ნახეთ როგორი ლამაზია. ეხლა უბრალოდ ძალიან თეთრი ვარ. და დიდად რა ვიცი. ესე ლამაზი არ არის, მაგრამ საკარგო ვფიქრობ, რომ ლამაზი უნდა იყოს. აი ესე, მაგრამ ვფიქრობ, რომ თბილისისთვის ნამეტანი ისეთი არის ძალიან ლამაზია, მაგრამ თბილისში ესე ვერ იბლი. სხვაზე შეიძლება ბათუმში იბლი. მე რა კარგი იქნება. А мне нравится 10 из 10. 10 из 10, спасибо, котик, მართლა ძალიან ლამაზია. ფერი არის საოცრება, მაგრამ აქ არის Только можно я тут протанцую? მოგიჟდითქო ისეთი კოლექცია მოგატყუებთ, კი წითლები ძალიან ლამაზია, მაგრამ სამწუხაროდ მე ვარ ცოტა პუტკუნა და ამიტომ დიდად ისე არ მიხდება. ნახეთ ესეც როგორი ლამაზია. არა ძალიან ლამაზია უდაოდ ხა ესეთი სარაფანჩიკები ზაფხულში საფრიალოდ. ეს ერთ-ერთი რომელიც მე მეცვა და მომეწონა. ცუდი არ არის სხვათა შორის სახში დავფიქრდები მაგაზე. კიდევ რეებია საინტერესო. ეს ბერმუდის შორტები აღარ მინდა უკვე. აღარ მინდა კი არა, ჩემთვის არის ძალიან უშნო. ეს ბრელოკები ნახეთ როგორი საყვარლობაა. ალექსანდრამ ყველა ხანტანჯიკი შეამოწმა, მოკლედ მოსკოვში ისე მოსწონს, ისე უყვარს, გიждდება. Ой, ну немножко масло.
можно. Зачем стоит? Давай, давай. Როგორ ხარია? არ ჩავარდა შვილო. Александра, вот до конца не надо. Александра. Ლიღვების დიდი არჩევანია და ჩემი სუსტი წერტილი, ხო იცით, რო არის ეს. Это точно надо, пожалуйста, для ногтей. Помцонс, ყველაფერი მომ. Мама, вот что я хочу на мой телефон. Что это такое? А есть там еще разные? Ну да, но есть разные. ხმერთა ეს ბავშვთა მოვაკებინეთ და არ მინდა არაფერი. ნახე, აი ესეთი კაბა, ესეთია გრძელი, ზურგი აქვს. აი ესეთი. და ვფიქრობ ძალიან ლამაზია. ეს მომწონს, აუ წითელი რო იყოს, ახლა ესეთი რა კარგი იქნებოდა. ძალიან ლამაზია. ძალიან მომწონს. ეხლა თეთრსაც მოვისინჯო. თეთრიც ავიღე. აი ესეთი და ვნახოთ აბა ეს როგორ იქნება. ეს კაბა როგორ არ მოვისინჯო. როგორ არ მინდა. ცედეთ. ალბათ ეს იქნება ესი. ცედეთ. უკაცრავად ღირს ის რა ქვია 7000, მაგრამ ძალიან ლამაზია. უნდა გავისინჯო. ძალიან ლამაზია, სუფთატივოა, ზურგი ჩვეულებრივი, მაგრამ ნახეთ ძალიან გრძელია და ვფიქრობ რომ ესეთი არ მიხდება, თუმცა ფერი არის ძალიან ლამაზი. ძალიან საყვარლობა, ნახეთ, აი ესე გამოიყურება. ძალიან დავიღალეთ დღეს, მაგრამ ნახევარის საქმე თვად გაკეთებული არ არის. Да? Красиво кушай, пожалуйста. Александрушкас თმა საერთოდ დაეყუწა. ისიყიდა ტელეფონზე ესეთი ჩამოსაკიდი. Потом будем тестировать. Тестировать будешь? Ага. Красиво. А видео будешь смотреть? Да, почему бы нет? Очень красивая, мимимишная, да? Ого, τώρα ფერისეთი ვერავარჩი რა, თითელი კაბა მინდა. ძალიან მეტი წითელი ალისფერი ლამაზი კაბა მინდა. Я пить хочу. Водичку? Да. Ай. Ухабали? Да. Как будто там ветка какая-то. Тебя ухо болит. Какая ветка? Ну как будто. Ეხა ზუსტად ვიცი ყურით ასტკივდება. Я еле продержалась. Всё, поела? Да. Молодец. Еще хочу. Еще? Уха. Капли надо срочно капать. Фрукты няня. Фрутто няня. А еще здесь с клубникой. Яблоко, банан, клубника. Давай потом. Суши рахасები იყო. Да? Ну, красиво. Суши рахасები იყო თქო. Мама, мы видео снимаем. Мы видео снимаем. Туалეტი 15 ლარი. წავედით მაგდონალდში კი არა. მანგოში რა იყო კარგი? მანგოში იყო რამე? Мангош игры, бараги коношен. Давай, возьми своего басика. Вставай. Вставай. Вау! Вау!
მოკლედ დღეს დიდი სუფრა გაიშალა Макдональдсе. Открывай. Что там у тебя будет? Ой, не люблю. Давай. Ух ты! А у тебя? Вау! Ресертивицируешь чем я? Можно начать кушать? Да, конечно, начинай. На здоровье. Чем мы ромели? О, бигхинги эсха. Это очень вкусный соус, кстати. Это очень... Александра с чизбургерис магиурат. Чизбургерис магиурат ისა აქვს რა ქვია. Chicken burgeri და გაიგიჟა თავი, იმიტომ რომ კომბოსტო აქვს. ეს იხება Александрас комбосто. Давай не будем плакать. Зато смотри, какой у нас вид. Видишь? Მხარეს გავიხედო, არ ვიცი. აქ four season ყოფილა. აქეთ. აი ესეთი. სილამაზე. ვაი მე აცივდა. ალექსანდრა მოითხოვა ჩამსვითო მეო და ვიღალეო ფეხები ვტკივაო. და აგერ მოწუნწულეს. მოყავს მარის. ექსკურსია მიმდინარეობს. ეხლა უცბად უნდა მოვიაროთ აქაურობა. არაფერს განსაკუთრებულს არ ვაპირებთ და წავალთ უკვე სახლში, თორე ძალიან დავიღალეთ. მილა ხელით ვიყავთ. სტილამეზი აქ. ცოტა ქარი ამოვარდა და მილას შარფი ესე მოვიხია გუმი ნახეთ როგორი ლამაზია საოცრება ლამაზია ყველაფერი მაგრამ სივა კიდევ კარგი მივხვდი და ალექსანდრას წამოვუღე ჯინსის ქურთუკი და აცივდება მეგობრებო თუ როგორი სილამაზია ყოლგა ლამაზია Да ты гонишь, это знать. Пойдем. Пойдем, Александра. Этот гумщи, да? Исати ламазия сосулели. Нравится? Знаешь, когда я маленькая была, Маринушка тоже меня сюда водила. Да? Шариками стой. Вот сюда. Нравится? Ух ты! Ух ты! Амбидос. Да. Am videos უფრო დედა ჩემისთვის ვიღებ. იმიტომ რომ მთელი თავისი ახალგაზრდობა თურმე ამ სავაჭრო ცენტრში ჩამოდიოდა და აქ იყო ხოლმე. და ეხლა რომ ნახავს გახსენდება. აქ ფონტანი იყო და ყოველთვის გვტოვებდითო. ჩავიხედოთ ერთი სად გვტოვებდნენ ბავშვობაში. მარინა მიყვებოდა რომ პატარებიო რო იყავით აქ გვტოვებდით ხოლმეო ფონტანთანო. აქ გვტოვებდით და მივდიოდით საშოპინგოდ. დიდი იყო, დედიკო იძახდა და სად არის აბა დიდი? Тебе нравится? Ისეთი დიდია და ისეთი ლამაზია. საით მხარეს უნდა წახვით და ღმერთმა უწყის. Александра, нравится? Ломазия. Не трогай. Ах, и не следи, а? Это
თან მივდივართ. Пойдем. უფასოთა ნაყინის სრიგი თუ რა ხდება? დამხევარიგია ნახეთ. უფასოდ არიგებენ თუ რა ხდება? დავდგებით ჩვენც. Ой, мила. О, спасибо. Салфеточки возьми, Александра. Спасибо большое. Оплата картой? Наличными. 2. Да. ამისთვის ნამდვილად ხირდა ლოდინი, როგორი გევრიელია. ძალიან გევრიელია. მე ვიცახი ამისთვის მართლა ხირდა ლოდინი თქო. სასწაული გემოაქვს. მილა, მოგწონს. გევრიელი ნაყინია გუმში. ძალიან მაგარია. ანუ შენი ხო ვიყიდა და კიდევ ნაყინები გვაჩუქეს და ამდენი ნაყინი როგორ უნდა ვჭამოთ არ ვიცი. მაგდონალდსზე ამდენი ნაყინი როგორ უნდა ვჭამოთ თქო მაგას ვიძახე. საოცრება ხალხმა მართლა. გემრიელესი. ოდი დგანვეთ ცნობილია დედა ჩვენი და ბებია ჩვენი რომ ვიყავდნენ ხოლმე. გუმში რომ მივდიოდით ნაყინით ვიწყებდითო. აი ეგ გამბავია. იკაცავით? ბარემ გუმში ვიყავით და მეთქი ბარემ ბოლომდე მოვიდეთ თქო და მე და ალექსანდრუშკამ გამოვისეირნეთ აქ. ცოტა აცივდა, ცოტა კი არა, კარგად აცივდა. გოგოები იქით გველოდებიან. ალექსანდრას ახლოს უნდა მისვლა და მაგიტომ მიდის იქით. თუ სად მიდის ვერ გავიგე. Что ты куда? Подожди, я сейчас тебя сфоткаю. Подожди, да. Стой.